შემაშფოთებელია, რომ ეხლა ვუსმენდი და ვიხსენებდი, რომ ამ ადამიანს კვლევები აქვს ევროკავშირზე და მე მგონი წიგნიც თუ სწორად დაწერილი და ამავე დროს წარმოადგენს პოლიტიკოს, რომელსაც ქვია ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე და ევროინტეგრაცია გააუქმა მისმა პოლიტიკურმა გუნდმა. ანუ გამოდის, რომ ლევან მახაშვილი გააუქმეს. მაგრამ ის დგაზო ლაპარაკობს, ხო ხედავთ და ეხლა იქით ჯერ კიდევ რო არ გააუქმებიათ, მაგრამ მაღალი ალბათობით ციხეში მიუსვამენ ყარიბაშვილს, აი ეს კაცი გამოდის და თითებს უქნევს ევროპას, ხო, სადაც დადის თმის შესაძლებლობა და ყავის დასალევად და ამბობს, რომ თურმე კატასტროფა რაღაცა კატასტროფა ტრიალებს მის თავში, რომელშიც სხვა არაფერი არ ტრიალებს. აი ეს არის ობიექტური მოცემულობა, ხო, აი კორუმპირებული პოლიტიკოსის თავში, რომელიც გენერალ მდივანია ამავე დროს პარტიისა. აი კატასტროფა თუ სადმე ტრიალებს არის მისი თავი რეალურად, ხო, რომელშიც აბსოლუტურად არეულია მტერი და მოყვარე იდეოლოგია, პრინციპები, ყველაფერი ქართული. ეს ხალხი წარმოადგენს უბრალოდ სახათს, ხო, რომელიც რეალურად ყველაფერზე პირიქით უკუღმა პოზიციით გამოირჩეოდა. აი ხო ხედავთ, რომ იმ ფონზე, როდესაც რეალურად მათი ავტოკრატია შეეხო ყველა სხვადასხვა მიმართულებას, ხო, როგორც საგარეოს, ასევე საშინაოს, ხო, ხედავთ, რომ რეალურად მათ არც ერთი მიმართულებით არ აქვთ რაიმე დალაგებული, ხო, რაიმე პრაგმატული, რაიმე ნორმალური, რაიმე ორიენტირებული მდგრად გავითარებაზე არც ერთი, არც საგარეო, არც საშინაო და ეხლა სტულს უყურებდი. ხო, ევროინტეგრაციის საჭიროებასთან დაკავშირებით. ევროინტეგრაციაზე კითხვას ვამენ. აპირებენ კონსტიტუციური პრინციპის შეცვალონ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი, რომელიც ჩვენი როგორც ხალხის ნებას ასახავს, ქვეყნის შიგნით დაერივნენ და არაფერი აი კონსერვატიზმს თამაშობენ. და ეს უნდა ვამხილოთ ძალიან პირდაპირ, ხო? არაფერი კონსერვატიული მათ არ აქვთ, ხო? ყველა სხვადასხვა ინსტიტუტი კონსერვატიული როგორი არის, ხო? კონსერვატიული კურსი, ხო? ვინც ატარებს იმ საუკუნოვან შემართებას. საგარეო პოლიტიკაში კონსერვატორი კი არა ყველა წინა ხელისუფლების მიერ აგებული რიტორიკა და პრაქტიკა უბრალოდ საერთოდ მოსწეს. არა თუ კონსერვატიზმი ყველაფერ ქართულს განუდგნენ, ხო? რა დღეშია ქართული ჯარი, რა დღეშია ქართული პოლიცია და ეხლა მიადგნენ ორ ყველაზე ძველ და მსხვილ საგანმანათლებლო დაწესებულებას, ხო? აი კონსერვატორი შეიძლება იყოს ის, ვინც უბრალოდ თელს ამ ქსოვილს კი არა რეფორმას კი არ უქვემდებარებს. რეფორმა კარგი რამეა. რეფორმა საჭიროა, განათლების დარგში შეიძლება ძალიან პირდაპირი, ძალიან ხშირ შემთხვევაში ქირურგიულიც კი ჩარევა იმისთვის, რომ ძალიან ბევრი რაღაც შეიცვალოს, მაგრამ ეს არ არის უნივერსიტეტების რაღაც გაერთიანება, რომ მათ შენობებს დაეპატრონონ. ეს არ შეიძლება იყოს აბსოლუტურად დაუკითხავად პროფესორ მასწავლებლების აზრის წინასწარმოსმის გარეშე რაღაცა ტიპის ქირურგიული ჩარევა. ეს არ შეიძლება იყოს ავტონომიური პრინციპის შელახვა. ანუ ისევე როგორც საგარეო პოლიტიკაში, საშინაო პოლიტიკაში ეს ადამიანები არიან ანტიკონსერვატორები, იმიტომ რომ ისინი სპობენ ხელაღებით და ანადგურებენ ყველაფერ ტრადიციულს, ყველაფერ ქართულს, ყველაფერ ეროვნულს და ვითომ და რეფორმის სახელით უბრალოდ საკუთარ პარტიულ პოლიტიკურ დღის წესრიგს უქვემდებარებენ ყველა სხვადასხვა ინსტიტუტს და ახლა ესეც რაც ახლა დგას, ხო, საკითხი ახლა უყურებთ ცოტა ხნის წინ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ უარი განაცხადა კენჭიყარეს და მათ ავტონომიური უფლებამოსილება გააჩნიათ მიიღო მსგავსი გადაწყვეტილებები, უარი განაცხადეს გაერთიანებაზე და ეს მე მგონია მნიშვნელოვანი რამ და მინდა მივესალმო ამ ნაბიჯს, იმიტომ რომ ამ პატარა დიქტატორმა ბატონმა ირაკლი კობახიძემ უნდა იცოდეს, რომ მას არ გაუვა ეს ავტოკრატიზაცია ამ ქვეყნის და უნდა იცოდეს ძალიან კარგად, რომ ამ ქვეყანაში არსებობს წესები, ინსტიტუტები და პრინციპები, რომელიც გადარჩა, ჯერ კიდევ და გადარჩება კიდევ უფრო მეტად და უნივერსიტეტების ავტონომია არის, რა თქმა უნდა, ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი მოწყობის თვალსაზრისით. კი ბატონო. ვიდრე დავუბრუნდებით ევროკავშირის თემას, მინდა ამერიკის შეერთებულ შტატებზეც ვიკითხოთ, იცით რომ ვინმე ოღონდ ხელი ჩამოართვან და ფაქტობრივად წარსულ განცხადებებს არაფრად აგიდევენ. ესე იგი ზამთრის 25 ოლიმპიურ თამაშებზე მილანში იმყოფება ბატონი ყაველაშვილი და ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრი და გვითხრეს რომ შევხვდითო ჯეიდი ვენსსა და მარკო რუბიოსო, როგორც თავად გვაცნობეს, ანუ ხელის ჩამოურთმევია, ფოტოც გვაახლეს, მაგრამ ამ რამდენიმე წამიან შეხვედრაში ყაველაშვილის ცნობით, აი რა მოუსწრიათ, ნახეთ, საუბრისას განსაკუთრებული აქცენტი ორი ქვეყნის საერთო ღირებულებებზე გაკეთდაო, დაწერა ივანიშვილის პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა სოციალურ ქსელში და კითხვა იცით რა არის, რა გონია ივანიშვილის პრეზიდენტს შეერთებული შტატებისა და საქართველოს საერთო ღირებულებები, ასევე მის ამომრჩეველს რეჟიმი გუშინ რომ არწმუნებდა deep state-ია და ომში გვითრევსო, დღეს ამ ხალხს რომ ხელს ართმევს, რა და უღიმის, ნეტავ რატომ?
აი ეს ორი კითხვა ალბათ აქ. ჯერ რა მოასწრო იმ რამდენიმე წამში საერთო ღირებულებებზე რომ ესაუბრა და მე რა გონია საერთო ღირებულებები, ეს არის ალბათ კითხვა და მე ეს ხალხი deep state-ია ბოლო-ბოლო და ომში გვითრევს. მაშინ რატომ უღიმის ბატონი ყაველაშვილი და ქალბატონი ბოჭორიშვილი? ხო, დავიწყებ იმით, რომ ეს არ არის შეხვედრა, ძალიან მარტივად, ბევრ მსგავს ფორმატში ვარ ნამყოფი, მაშინ საიყრილობის ფორმატში, შეხვედრის ფორმატში, სადაც რამდენიმე პრემიერ-მინისტრთან და საგარეო მინისტრთან მქონია ესეთი შეხვედრა, ეს არ არის კლასიკური პოლიტიკური შეხვედრა, სახელი უნდა ერქვას, ხო? ეს არის მისალმება, საუკეთესო შემთხვევაში ეს მიღებული ფორმაა, ხო, რა თქმა უნდა, ასევე პოლიტიკური მისალმებას კი არ ვაკნინებ, თვითონ ეს მნიშვნელოვანი ადამიანთან, მაგრამ ეს არის მისალმება. გამოადგა სპორტი ოლიმპიურ თამაშებზე იყო. ხო, აი მან მაინც ვინმე თუ მიიღებს, რომ აბა სამშვიდობა შეთანხმება რო იდება რეგიონში, არნახული ისტორიული მომენტი რომ არის და 40 წლიანი კონფლიქტი რო გადაიჭრება, იქ არავინ ეძახის, არათუ ყაველაშვილს, არც ვინმეს, შედარებით უფრო სერიოზულს თუნდაც მისივე რეჟიმიდან, როცა ახალ სატრანზიტო გზაზეა საუბარი, ახალ ეკონომიკურ კავშირზე, ახალ მშვიდობაზე, ახალ უსაფრთხოებაზე არსად ქოცი არ არის და ეხლა ოლიმპიური თამაშების გახსნაზე, საიდანაც თუ შეაპარეს, რაღაცა ეს კვაზი დელეგაცია, ხო, აი მათთვის კარგი, ხო? რაც შეეხება შეხვედრას, ეს არ არის პოლიტიკური შეხვედრა და მას უნდა ერქვას ძალიან მარტივი სახელი. ეს არის მისალმება და რაც არის, მოდი ის დავარქვათ და იმით გავაანალიზოთ. ამ მისალმების დროს საშუალოდ გაქვს ალბათ 9 წუთი, ძალიან თუ გაგიმართლა, გააჩნია ამ შემთხვევაში იმის ხასიათს და გრაფიკს, ვისაც ხვდები, იმიტომ რომ შეიძლება არ გაგიმართლოს უბრალოდ შეძლო რაღაცა სამწამიანი მისალმება და მეტი არაფერი. ამიტომ პოლიტიკური შეხვედრა სხვა რამეა, კიდევ ერთხელ გავიმეორო, ამ 9 წუთში თუ არ ვიცი 30 წამში თუ როგორც არის რა მოასწრო არ ვიცი, მაგრამ როგორ მოასწრებ და ეგეც არ ვიცი, გულსა თუ გეტყვით, ხო? ანუ რა ენაზე, რა პოლიტიკური ტექსტით, რა შინაარსით და რა მსგავსებით. ამიტომ მგონია რომ არანაირი საუბარი რეალურად არ მომხდარა, იმიტომ თუ მოხდებოდა ყაველაშვილისთვის უარეს. რა შეიძლება ყაველაშვილმა უთხრას JD Vance, რომელსაც ალბათ არც იცის ის ვინ არის, ჯერ როგორ უნდა გაეცნოს ამ დროში და რომც გაეცნოს, აი რა უნდა უთხრას, აი რა აქვს ყაველაშვილს საერთო JD Vance-თან? არაფერი. აბსოლუტურად არაფერი. რა აქვს ამ ადმინისტრაციას, რომელიც ჰეზბოლას პანაშვიდებზე და სატირალში დადის ხოლმე და თვეებში ხო გავდა ყობახიძე გვახსოვს ტერორისტების გვერდით, სადაც არც ერთი ცოცხალი აღარ არის, ერთადერთი კაცი ცოცხალი, ვინც არის თვითონ ყობახიძე, ყველა სხვა ამერიკის ჩართულობით. ხაზი მიგავუსვათ. ამერიკის ჩართულობით არც ერთი პირი აღარ არის ცოცხალი იმ ფოტოზე. ვინცი პანაშვიძე იყო და ვინც ამ ფოტოშია პრაქტიკულად ერთ-ერთი ყობახიძე ცოცხალი თვითონ და ეხლა ეს ჩემ გამო არ არის ხო ამერიკის მამათი ამერიკის გამო არის ხო და ეხლა ამ ამერიკასთან როცა შენ ხარ ჩინეთთან იმ ხელშეკრულების მემორანდუმის ხელმომწერი რომელშიც წერია რომ კომუნისტური პოლიტიკური პრაქტიკის რეპლიკა უნდა მოხდეს თუმცა გაიმეორო გამოცდილება და აი მას აწერ ხელს როგორც ადმინისტრაცია როდესაც დადიხარ ირანში ამ ტიპის შეხვედრებზე, როცა ხარ ღიად ცნობილი როგორც პრორუსული ხელისუფლება ყველას მიერ მთელ მსოფლიოში, აი ასეთ ვითარებაში რა გაქვს საერთო ტრამპთან ან JD Vance-თან არაფერი აბსოლუტურად. აი რაც შეეხება კონსერვატიულ მცდელობებს, რომ თვითონ საერთოდ არაფერი საერთოდ არ აქვს არც მან, იმიტომ რომ ესენი არც კონსერვატივები არ არიან, ჯერ დავიწყოთ იქიდან, რომ სოციალისტურ ინტერნაციონალში იყვნენ, ხო, რომელიც რა კონსერვატივზეა საუბარი. სოციალისტების და დემოკრატების წევრი იყვნენ, მანამ სანამ იქიდან კინწისხვით არ გამოაგდეს. ხო, სულ რაღაცა 2 წლის წინ, ხო? ხო, როდის მე რა კონსერვატივზეა საუბარი. გახდნენ კონსერვატორები. მე ან რაში გამოიხატება? უბრალოდ ულტრამემარჯვენეების მხარეს გადახრა ვინმე მაინც დალაპარაკებოდათ მან. ზუსტად, იმიტომ არავინ სხვა არ ესალმება და ისინიც დიდად აი ისე შედარ ასე თუ ისე სხვათა შორის ესალმებიან სხვა საერთოდ არავინ არ ესალმება ამ ხალხს, ხო? რაში არიან კონსერვატორები, რომ ვიკითხოთ. ერთ მაგალითს ვერ იპოვი, რაშიც ეს ხელისუფლება არის კონსერვატორები. პირიქით, ისინი არიან ანტისხეული, აი კონსერვატიულ ამბავში. თუ ნამდვილი კონსერვატორი ხარ, ამათ მხარეს ვერ იქნები. იმიტომ რომ როცა ხელისუფლება არ არის ეროვნული ინტერესების მხარეს, ეროვნული ინსტიტუტების მხარეს, ეროვნული ტრადიციული კურსის მხარეს, რუსული კონსერვატიზმი, რატო არის კონსერვატიზმი არ არის? იმიტომ რომ რასაც ესენი განასახებენ არის რუსული ტიპის შოვინისტურ, პოპულისტური, რაღაც აი ეს ეკლექტური ნაზავი. ეს არ არის და არ ყოფილა არასოდეს ქართული კონსერვატიზმი. ამიტომ საერთოდ არაფერი არ გააჩნიათ ტრამპის ადმინისტრაციასთან და ვერაფერს ვერ ეტყოდნენ, რაც მათ აერთებთ რაიმე თვალსაზრისით. თავის ამორჩეულს რას ეუბნებიან, რატომ ართმევენ ხელს ამ ხალხს?
თავის ამომრჩეველზე გაყიდიან ამ დიპსტეიტმა და ამარცხა ტრამპიო თუ დიპსტეიტია დავიბენი უკვე შანსი ხო ეგ არის მან ხო ეს მათ იციან ძალიან კარგად რომ საბოლოო ჯამში ამერიკასთან დალაგება როგორც ასეთი როგორც მათ სურთ არ გამოვა ეს გამორიცხულია ამის არც რესურსი არ გააჩნიათ არც მასალა რაღაცით ხო უნდა დაულაგდე და როცა ხარ ქოცი ამ ამოცემულობაში შენ მასალა არ გაქვს ფიზიკურად ხო იმიტომ რომ ეს არის ხელისუფლება რომელმაც ჩააგდო ანაკლიის ღმერთსმოვანი პორტის პროექტი აი ერთი მნიშვნელოვანი რამ რაც ტრამპისთვის იქნებოდა ძალიან საინტერესო მათ შორის იმიტომ რომ ტრამპს აქვს დადგენილი ცნობილი ინტერესი ცენტრალური აზიის მინერალების მიმართ და საქართველოს ნაცვლად იმისა რომ გამხდარიყო გზა ყველაზე იაფი ყველაზე სწრაფი ყველაზე დაცული ყველაზე პოლიტიკურად სტაბილური ამავე დროს რომელიც შეაკავშირებდა ამ კონტინენტებს და იქნებოდა მართლაც კარიბჭე ჩვენ გავუშვით ეს შანსი იმიტომ რომ რუსკოცებმა ჩააგდეს ეს შანსი ეხლა უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ არის უკვე ძალიან მაღალი რისკი იმისა რომ საერთოდ დავკარგოთ ის სატრანზიტო ფუნქციები რაც გაგვაჩნდა იმიტომ აქ ორგვარი არგუმენტია ხო ერთი ამბობს რომ შენ შეგიძლია გამოიყენოს სამხრეთ კავკასიის მომენტი ახალი მომენტი იმისთვის რომ პირიქით გაზარდო შენს გზაზე მოთხოვნა და დამატებით თვითბრუნვა შეეწყოს ხელი მაგრამ მეორე არის ის გააზრება რომ შენ გარეშე თუ მოხდა ყველაფერი ხო ეს კარგი ეს პირველი ეს თქვი კარგი ხელისუფლებით შეგიძლია მაგრამ თუ შენს გარეშე მოხდა ყველაფერი გვერდით ჩაგივლის უბრალოდ არავინ არ გამოგეკიდება აბსოლუტურად ახლა რაღაც წლები ჭირდება იმ გზის გამართვას რაღაც პერიოდი ჭირდება ბუნებრივია მაგრამ გადის დრო და თუ ჩვენ აღბოშთით როგორ ვთქვა თამაში გარე უბრალოდ ჩაივლის ჩვენს გარეშე ეს ამბავი და ჩვენს გვერდით და ჩვენ დავრჩებით აი ქოცურ რუსულ ავტოკრატიულ კორუმპირებულ წუმპეთს სადაც არაფერი ქართული არ გაიხარებს და ქართველებსაც არ გაგვახარებდა აი რასაც ეხლა ეს ვითომ კანონმდებლები სამართლო ხალხი ზიან იქ რასაც ეხლა ესენი კანონს იღებენ ეს არის უკვე მართლა სახლებში შესულა და იქ აზრის თავისუფლების კონტროლი და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო არავინ არ ჩათვალოს არც დღევანდელმა ქართული ოცნების მომხრე რომ მას არ ესე ეგონა ღარიბაშვილსაც მაგრამ აგერზის ციხეში ძალიან მარტივად ეგრე ეგონა ლილუაშვილსაც ეგერზის ციხეში და ხა რიგით წევს მინდა მემართო ქართული ოცნების მას გონია რომ ღარიბაშვილისაც ვერ გადაურჩა და ლილუაშვილი მათ კანონის სახით არ მიადგება სულ მინიმუმ სახლში მოგადგებათ თქვენც მეგობრებო ამიტომ სანამ დრო არის ყველანი უნდა გავერთიანდეთ და შევთანხმდეთ რომ კი მე დავიყოფით პარტიებადაც იდეოლოგიებადაც ჯგუფებადაც მაგრამ ამ მომენტში ყველაფერს რო აზრი აქვს დაკარგული ყველაზე მთავარი უნდა დავიხსნათ და დავიბრუნოთ ქართული სახელმწიფოებრიობა იმ მინიმალური წესებით და სტანდარტებით რითაც გვინდა რომ ის არსებობდეს